ადრიანეს შეცდომას გაითვალისწინებს მომავალი იმპერატორი ანტონინე პიუსი. ანტონინე პიუსი გამოასწორებს ამ შეცდომას, როდესაც მარტო ფარსმანს მიიწვევს და მიიწვევს უკვე არა მცირე აზიაში, არამედ რომში. ეხლა რომი სადაც ყველა გზა მიდის რომში და რომში რომ მიგიწვევენ აღარ ჩახვიდე, ეხლა არც გამოდის და არც არის საჭირო, იმიტომ ფარსმანმა თავისი ის დაამტკიცა. მას, მხოლოდ მას იწვევენ რომში. მიდის ოჯახის წევრებთან ერთად, ამალასთან ერთად, ეს არის სადღაც 151-154 წლებს შუა, ზუსტად არ ვიცი თარიღი. ჩადის რომში, მას იმპერატორმა დაუმტკიცა ყველაფერი, ჩვენ ვისაუბრეთ ამაზე, რომ იქ ფარსმანმა ფარსმანმა მოახერხა აქ ზღვაზე გასულიყო, ანუ რომის იმპერიი ფაქტობრივად შუაზე გაჭრა, აქ ფაზისი და სევასტოპოლისა დიოსკურია სევასტოპოლისი რომის არის, აქაც რომია, აი შუაში ქართლის სამეფო გავიდა ზღვაზე, ეს არის სადღაც დღევანდელი გონიოს ტერიტორია. აი იქ იმპერატორმა დაუმტკიცა ეს ყველაფერი და კაპიტოლიუმზე მსხვერპლი შეაწირინეს და დაიდგა ფარსმანის ძეგლი. ეხლა ეს რო დაეწერა ქართველ მემატიანეს, ამას არავითარ შემთხვევაში არ დავიჯერებთ. იმიტომ რომ არც ერთ არა რომაელ მმართველს არ ღირსებია რომში ძეგლი. ერთადერთი არის ფარსმანი. თან როგორც წერენ ისტორიკოსები, ეს არის ცხენზე ამხედრებული ძეგლი. ამხელა რაღაცა პატივი მხოლოდ იმპერატორებს თქონდათ და რომის მმართველებს.